გამარჯობა. საინტერესოა, როგორ იცვლებოდა სიტუაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარზე. ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროების გაცნობის შემდეგ საერთო ზუსტი სურათის დადგენა ძალიან რთულია, თუმცა მონაცემების უმეტესობა მიახლოებით ის ზუსტით, მაგრამ მაინც ერთ და იგივე მაჩვენებლებს იძლევა. იმის მიუხედავად, რომ მონაცემების სხვადასხვა კლასიფიკაციის მიხედვით შეიძლება დავყოთ და განვიხილოთ, დღეს ვისაუბროთ ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე. გაყიდული ბოთლების რაოდენობას და ქვეყნების დინამიკაზე, რომლებშიც 2020-2024 წლებში ქართული ღვინო იყიდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ქართულ რეალობაში მონაცემები უმეტესწილად ეყრდნობა საიტს Wine.gov.g, რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე მეტად სანდო წყაროა. საერთაშორისო მონაცემები კი დავესესხე TradeMaps. 2020 წელს, როცა პანდემიამ პირველად შემოაბიჯა ადამიანების ცხოვრებაში, ქართული ღვინის გაყიდვები დაახლოებით $220 მილიონი შეადგენდა, რაც 86.3 მილიონი ბოთლია ჯამური. 2021 წელს ქართული ღვინის 107 მილიონი ბოთლი გაიყიდა, პროდუქტის საერთო ღირებულებამ კი $250 მილიონი შეადგინა. ღვინის ექსპორტის დადებითი დინამიკა შენარჩუნდა 2022 წელსაც, როდესაც 83.4 მილიონი ბოთლის საერთო ღირებულებამ $252 მილიონი შეადგინა. კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ღვინის ექსპორტი 2023 წელს და ექსპორტის საერთო ღირებულებამ $259 მილიონი შეადგინა. გაყიდული ბოთლების რაოდენობამ კი 117 მილიონს მიაღწია. 2024 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდა და მსოფლიოში 126.77 მილიონი ბოთლი ღვინო გაიყიდა, საერთო ღირებულებით $276.1 მილიონი რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ღვინის რეალიზაციის დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ღვინის გლობალური ბაზარი. ღვინის გლობალური რეალიზაციის მაჩვენებელმა 2020 წელს 105.8 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწია. 2021 წელს კი 111.6 მილიონ ჰექტოლიტრს. კვეთრი ვარდნა იყო 2022 წელს და ეს მაჩვენებელი 107 მილიონ ჰექტოლიტრამდე შემცირდა. წლების ტენდენცია იყო 2023 წელს, როდესაც მსოფლიოში ღვინის ექსპორტი 98.04 მილიონ ჰექტოლიტრამდე შემცირდა და წლიური მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო. 2024 წელს მცირე ზრდა დაფიქსირდა 2023 წელთან შედარებით და გასულ წელს მთელ მსოფლიოში 99.8 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. თქვენ დიაგრამაზე ასევე შეგიძლიათ გაყიდული მსოფლიო გლობალური ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავალიც ნახოთ. აქვე აღნიშნოთ, რომ 1 ჰექტოლიტრი უდრის 100 litrს. ამ მონაცემებში ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებია. ისეთი დილეტანტისთვისაც კი, როგორც მე ვარ, ცალსახად ნათელია, რომ ღვინის ბაზრის დივერსიფიცირებამ ნიშნავს მეტ გასაღების ბაზარს და მეტ გაყიდულ ღვინოს. გარდა იმისა, რომ ჩვენი ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციის გაზრდაზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა და ცალკეულმა მეღვინეობებმა, ასევე უნდა მოხდეს ქართული ღვინისა და ყურძნის ხარისხის ზრდაც, რითაც მსოფლიო ბაზრის გამოწვევებს უპასუხებთ და დავიცავთ ჩვენი ეროვნული ნაწარმის იმიჯსა და რეპუტაციას. აქვე მინდა ყურადღება მივაქციოთ, როგორ იზრდებოდა 2020 წლიდან 2024 წლამდე იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ქართული ღვინო გადიოდა ექსპორტზე. კარგად ხედავთ, თუ დივერსიფიცირებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. მე მინდა ყველას ბარაქიანი რთველი გისურვოთ, კომენტარებში დაწერეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო მეტი ქართული ღვინო გაიყიდოს ექსპორტზე. მადლობა.